1 დეკემბერს ყოველ წელს მსოფლიო აღნიშნავს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს. და განსაკუთრებული ახალი ამბები გვაქვს სწორედ შიდსთან მიმართებაში, რომელიც გვინდა გაგიზიაროთ და გითხრათ ისიც, რომ ეს ახალი მედიკამენტი არის უკვე ამერიკის შეერთებული შტატების FDA-ის მიერ დამოწმებული და დამტკიცებული და ის გულისხმობს წელიწადში 2 ინექციას შიდსის განვითარების საწინააღმდეგოდ. მართალი ხარ, თიკა ეს მედიკამენტი FDA-იმ შეერთებულ შტატებში 2025 წლის ივნისში დაამტკიცა. მედიკამენტი უნდა გაკეთდეს 6 თვეში ერთხელ და იცავს ადამიანს დაავადების განვითარებისგან. მედიკამენტის გამოყენება შეუძლია ნებისმიერ ზრდასრულს, რომლებიც, რა თქმა უნდა, შიდსის მაღალ რისკის ჯგუფის ქვეშ გადის და მიეკუთვნება. თიკა, მინდა გითხრა, რომ ეს პრეპარატი ითვლება გარღვევად მედიცინაში, ვინაიდან ამ პრეპარატს ახასიათებს ესეთი რამ, რომ ის ბლოკავს შიდსის ვირუსის გავრცელებას ადამიანის ორგანიზმში. ანუ უკვე შეჭრილ ვირუსს არ აძლევს ორგანიზმში გამრავლების საშუალებას. ეს იმას ნიშნავს, რომ შეჭრის შემთხვევაში ადამიანს არ უვითარდება ინფექცია. თიკა, მსგავსი საპრევენციო მედიკამენტი აქამდეც არსებობდა, თუმცა ეს იყო ტაბლეტირებული ფორმით და ეს ტაბლეტი ადამიანს ყოველდღე უნდა მიეღო. თიკა, ახალი პრეპარატი იცავს ადამიანს მხოლოდ ინფექციისგან და ის არ წარმოადგენს დამცავ საშუალებას სხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციისაგან. აქ გვეტყვით, რომ ეს პრეპარატი არის სრულიად უსაფრთხო და 90%-ით იცავს ადამიანს შიდსის ვირუსისგან. როგორც მაგალითად, გრიპის ვაქცინებია დაახლოებით, ასე ვთქვათ, მაღალი მაჩვენებელი, ხო, ეს 90%. ასევე ვარაუდობენ, რომ წლის ბოლოს უკვე დიდი ბრიტანეთიც დაამტკიცებს ამ პრეპარატს, რომ უკვე იყოს ხელმისაწვდომი, ასე ვთქვათ, მოხმარებისთვის. მედიკამენტის შემქმნელები ფიქრობენ, რომ თუ ჩაიდება საკმარისი ინვესტიცია და მედიკამენტს ისეთ რეგიონებში გაავრცელებენ, სადაც ძალიან მაღალი ვირუსი დაინფიცირება, მაგალითად აფრიკის კონტინენტზე, ამ შემთხვევაში ინფიცირების რისკი მნიშვნელოვნად შემცირდება და მოგეხსენებათ ძალიან ბევრი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდება კარგისკენ. როგორც ვატყობთ, 2025 წელს განსაკუთრებულად მზად შეხვდნენ ამ თარიღს 1 დეკემბერს მსოფლიო შეხვდა და მე ფიქრებოდა იმაზე, რომ რაღაცა რამდენადმე უნდა გაგიმართლოს ცხოვრებაში, ხო? 1991 წლის 24 ნოემბერს ზუსტად შიდსის დიაგნოზით გარდაიცვალა გენიალური მომღერალი მუსიკოსი ფრედი მერკური. სამწუხაროდ ის ვერ მოესწრო იმ დროს, როდესაც მისი ეს დაავადება იქნებოდა მართვადი და არ იქნებოდა ესეთი ლეტალური, სრულად ლეტალური, როგორც დაახლოებით 30-ზე მეტი წლის წინ, როდესაც ის გარდაიცვალა და ფიქრობდი იმას, რომ დღეს რომ არა ეს დაავადება, ან რომ არა ის პერიოდი, რომელშიც ის ცხოვრობდა და რომელშიც ის დასნებობდა, დღეს იქნებოდა 79 წლის და ვინც ის კიდევ რამდენი ჰიტი გვექნებოდა მისგან დღევანდელ სამყაროში. ძალიან გული მწყდება, თუმცა რა თქმა უნდა, ამის პარალელურად ძალიან მიხარია, რომ დღევანდელ დღეს ადამიანებს ისაც აქვს ასეთი დიაგნოზი, აქვს საშუალება, რომ შეაჩერონ ეს პროცესი და მისი განვითარება აბსოლუტურად 90%-ით, როგორც მოვისმინეთ ამ ამბის შემდეგ, შეაჩერონ. ძალიან საინტერესო იყო, თან ცოტა ზედიანი, რაღაც თვალსაზრისით, მაგრამ ძალიან სასიხარულო დღევანდელი დღე.